გამარჯობა, დღეს 28 ივლისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1993 წლის 28 ივლისს დაიბადა ინგლისელი ფეხბურთელი ჰარი კეინი. ის არის ინგლისის ნაკრების კაპიტანი. მისი წარმატებული კარიერა უკავშირდება ლონდონის ტოტენჰემს, სადაც 3-ჯერ გახდა ბომბარდირი. 2023 წელს ის შეუერთდა მიუნხენის ბაიერნს და 2025 წელს გახდა გერმანიის ჩემპიონი. 1993 წლის 28 ივლისს დაიბადა ინგლისელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და რეპერი შერ ლოიდი. 1987 წლის 28 ივლისს დაიბადა ესპანელი ფეხბურთელი პედრო. ის თამაშობდა ისეთ ცნობილ კლუბებში, როგორებიც არის ბარსელონა, ჩელსი და რომა. 2021 წლიდან იცავს ლაციოს ღირსებას. 1977 წლის 28 ივლისს დაიბადა არგენტინელი ყოფილი კალათბურთელი მანუ ჯინობილი. ის 4-ჯერ გახდა NBA-ის ჩემპიონი სან ანტონიო სპურსის შემადგენლობაში. 2004 წელს არგენტინის ნაკრებთან ერთად გახდა ათენის ოლიმპიადის გამარჯვებული. 1991 წლის 28 ივლისს დაიბადა ინგლისელი ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი მაიკლ კერიკი. მისი წარმატებული კარიერა უკავშირდება ლონდონის ტოტენჰემს და მანჩესტერს. ის 5-ჯერ გახდა ინგლისის ჩემპიონი მანჩესტერის შემადგენლობაში. მან ასევე მოიგო ჩემპიონთა ლიგა და ევროპა ლიგა. 1969 წლის 28 ივლისს დაიბადა ამერიკელი ბიზნესმენი დანა ვაითი. ის არის UFC-ს აღმასრულებელი დირექტორი და პრეზიდენტი. 1966 წლის 28 ივლისს დაიბადა ესპანელი ყოფილი ფეხბურთელი მიგელ ანხელ ნადალი. მან კარიერის საუკეთესო წლები გაატარა ბარსელონაში, სადაც 5-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი. ის იყო იმ გუნდის შემადგენლობაში, რომელმაც ისტორიაში პირველად მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი. ის არის ლეგენდარული ესპანელი ჩოგბურთელის რაფაელ ნადალის ბიძა. 1954 წლის 28 ივლისს დაიბადა ვენესუელელი პოლიტიკოსი, რევოლუციონერი, სამხედრო ოფიცერი, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი ჰუგო ჩავესი. 2000 წლის 28 ივლისს დაიბადა ინგლისელი ფეხბურთელი ემილ სმიტ როუ. 1929 წლის 28 ივლისს დაიბადა ამერიკელი ყოფილი პირველი ლედი, ჟურნალისტი და ფოტოგრაფი ჟაკლინ კენედი ონასისი. ის იყო ჯონ კენედის მეუღლე. მისი მეორე მეუღლე იყო ბერძენი მილიარდერი არისტოტელე ონასისი. და კომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.